ამ კადრებს, სადაც პატარა გოგონა გულწასული ეცემა სიმღერის დროს, არ შეიძლება ვინმე, ვისაც ელემენტარული ადამიანობა გააჩინა, გულგრილად უყუროს და არ გაუჩნდეს იმაზე პროტესტის ცნობა, როგორ არავინ არ მიეხმარა და როგორ არავინ არ დაინტერესდა, სანამ სიმღერა არ დამთავრდა, რა სჭირდა იმ ბავშვს. მაგრამ ამის ორგანიზატორმა იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა აიღო და ბოდიში მოეხადა ამ ყველაფრის გამო, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და ყველა დალანძღავი ხმა მოიყო. თქვენ გაგიჟებულ ხართ თუ მართლა გგონიათ, რომ დავინახეთ და ყურადღება არ მივექციეთო. ჯერ ეს ერთი ჩვენი ბრალია თუ ვერ დაინახეთ, თუ თქვენი უპასუხისმგებლობის ბრალია. და მერე კიდე მეორე, ისრები რო გადაგყავთ, რომ თურმე ამ კრიტიკის ფონზე ბავშვებს ტკივილი აღდგებათ. ჯერ ეს ერთი მაგ ბავშვებმა ამასაკიდანვე უნდა ისწავლონ რა არის ემპათია. ძირს დაგდებულ ბავშვს რომ ყურადღება უნდა მიაქციო და ხელი უნდა შეაშველო. ეგ მათი მშობლების პირდაპირ დავალებაა და პირდაპირ ვალდებულებაა, რომ აუხსნათ რა არის ადამიანობა. დიახ. და მერე კიდე მეორე არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იმას რო წევთ, რომ იქნებ თქვენი თვალები გატყუებთ და ყველაფერი ეგრე არ იყო, ჯერ მაშინ თუ არ იყო თქვით რა არ იყო ეგრე და რას შევწდებით. მერე კიდე მეორე. ესეც მოეგვესმა და ყურებს არ დაუჯეროთ, რომ სიმღერის დამთავრების წამშივე ვიღაცა უკანა ფონზე კითხულობს, მან ბავშვი დაეცა თუ რა ხდებაო. თუ 2 წუთის განმავლობაში ვერ გაანალიზა, რომ იქ ბავშვი დაეცა.